თავი მე-11. კარისკაცები და ბიურგერები. მე-14 საუკუნე. მე-13 საუკუნე იყო ხანა დიდი კათედრალებისა, სადაც ხელოვნების თითქმის ყველა დარგს თავისი წილი ჰქონდა. ეს გრანდიოზული მშენებლობანი მე-14 საუკუნეშიც გრძელდებოდა და შემდეგაც, მაგრამ ეს ხელოვნების გული აღარ იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნიერება ამ დროის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა. მე-12 საუკუნის შუა ხანებში, როდესაც პირველად შემუშავდა გოთიკური სტილი, ევროპა ჯერაც გლეხებით მეჩხრად დასახლებული კონტინენტი იყო, სადაც მონასტრები და დიდგვაროვანთა ციხე-დარბაზები ძალაუფლებისა და განათლების მთავარ ცენტრებად გვერლინებოდა. დიდი საეპისკოპოსოების წადილი, საკუთარი ვეება კათედრალები ჰქონდათ. ქალაქების სამოქალაქო სიამაყის გამოღვიძების პირველი მანიშნებელი იყო. 150 წლის შემდეგ ეს ქალაქები ინტენსიური ვაჭრობის ცენტრებად იქცა, სადაც ბიურგერები ეკლესიისა და ფეოდალებისგან სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელნი ხდებოდნენ. აღარც დიდგვაროვნების ხორობდნენ ძველებურად თავიანთ გამაგრებულ კარ-მიდამოებში კუშტად განმარტოებულნი. მათაც კეთილმოწყობილ და მოდური ფუფუნებით სავსე ქალაქებს მიაშურეს, რათა იქ ხელისუფალთა კარზე გამოეჩინათ საკუთარი სიმდიდრე. მე-14 საუკუნის ცხოვრება თვალწინ ცოცხლად წარმოგვიდგება, თუ გავიხსენებთ ჩოსერის თხზულებებს თავისი რაინდებითა და სოფლის მემამულეებით, ბერებითა და ხელოსნებით. ეს ჯვაროსნებისა და უზადო რაინდების ეპოქა აღარ იყო, რომლებიც ნაუმბურგის ქტიტორების ცქერისას გვაგონდებიან. პერიოდებსა და სტილებზე მეტისმეტად ზოგადი საუბარი მუდამ საფრთხილო საქმეა. ყოველთვის მოიძებნება გამონაკლისი და ნიმუში, რომელიც ამგვარ განზოგადებას არ ესადაგება. მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-14 საუკუნის გემოვნებას რაფინირებულობა სიდიადეს ერჩივნა. სწორედ ეს თვისება ინძლავრებს იმდროინდელ არქიტექტურაში. ინგლისში ვასხოვებთ პირველი კათედრალების წმინდა გოთიკურ სტილს, რომელსაც ადრე ინგლისურსაც უწოდებენ. და ამ ფორმათა მოგვიანო განვითარებას, რომელიც დეკორაციული სტილის სახელითაა ცნობილი. ეს სახელწოდება გემოვნების ცვლილებაზე მიგვანიშნებს. მე-14 საუკუნის გოთიკური სტილის მშენებლები ადრეული კათედრალების მკაფიო, დიდებულ სილუეტებს ვეღარ ეგუებიან. ისინი ამჯობინებენ, თავიანთი ოსტატობა მორთულობასა და ქვის ხლართულ აჟურში გადაგვიშალან. ექსეტერის კათედრალის დასავლეთი სარკმელი ამ სტილის ტიპური ნიმუშია. სურათი 127. აღარც ეკლესიათა მშენებლობა იყო არქიტექტორების უმთავრესი ამოცანა. მზარდ და აყვავებულ ქალაქებს ბევრი საერო ნაგებობა სჭირდებოდა. ქალაქის გამგეობის სახლები, ამქრების სახლები, სასწავლებლები, სასახლეები, ხიდები და კარიბჭეებიანი გალავნები. ამგვარ ნაგებობათა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და თვალსაჩინო ნიმუშია ვენეციის დოჟების სასახლე. სურათი 128. რომლის მშენებლობაც მე-14 საუკუნეში დაიწყო, იმ დროს, როდესაც ქალაქის სიძლიერემ და კეთილდღეობამ წვერვალს მიაღწია. იგი გვიჩვენებს, რომ ორნამენტებითა და ქვის აჟურით გატაცების მიუხედავად, გოთიკურ სტილს განვითარების ამ გვიან საფეხურზეც შეეძლო სიდიადის შთაბეჭდილების მოხდენა. რაც შეეხება ქანდაკებას, მე-14 საუკუნეში ალბათ ყველაზე დამახასიათებელია უკვე არა ქვის ქანდაკებები, თუმცა მათ კვლავ მრავლად აკეთებდნენ ეკლესიებისთვის, არამედ ძვირფასი ლითონებისა თუ სპილოს ძვლის პატარა ნაკეთობები, რომელთა დამზადებაში იმჟამინდელ ხელოსნებს ბადალი არ აყავდათ. ასეთია ფრანგი ოქრომჭედლის ნახელავი, ღვთისმშობლის ვერცხლის ქანდაკება. იხილეთ სურათი 129. ამგვარი ნამუშევრები საჯარო ღვთისმსახურებისთვის არ იყო გამიზნული. მათ მეტწილად სასახლეთა კერძო სამლოცველოებში ათავსებდნენ ინდივიდუალური ლოცვისთვის. მათ დიდი კათედრალების ქანდაკებებივით ჭეშმარიტების საზეიმო, ამაღლებული განცხადება კი არ ევალებოდათ, არამედ სიყვარულსა და სინაზეს აღვივებდნენ. პარიზელი ოქრომჭედელი ღვთისმშობელს ნამდვილ დედად აღიქვამდა, ქრისტეს კი დედის სახისკენ ხელდაცვდილ ნამდვილ ხრმად. იგი ყოველღონეს ხმარობდა, რომ ქანდაკება ხისტი არ გამოსვლოდა. ამ მიზეზით ფიგურა ოდნავ გადმოხრილია. ხელი თეძოზე ჩამოუყრდნია, რათა ხრმა მოხერხებულად დაიჭიროს და სახეც მისკენ აქვს დახრილი. ამრიგად, მთელი სხეული მსუბუქად იდრიკება რბილ მრუდად, რომელიც რამდენადმე წააგავს ეს. ამ პერიოდის გოთიკური სტილის ოსტატებს ეს მოტივი ძალიან მოსწონდათ. მართლაც, არც ქალწული მარიამის თავისებური დგომა და არც მასთან ჩვილი იესოს თამაშის მოტივი ამ ქანდაკების შემქმნელის აღმოჩენა არ უნდა იყოს. იგი მხოლოდ საზოგადოდ მიღებულ მიმართულებას მისდევდა. მისი უზადო ოსტატობა მჟღავნდება ყოველი დეტალის უნატიფესად გამოყვანაში, ხელების მშვენიერებაში და ჩვილის მკლავებზე პატარ-პატარა ნაოჭებში, ვერცხლისა და მინანქრის მშვენიერ ზედაპირებში და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქანდაკების ზუსტ პროპორციებშიც. წაგრძელებულ, წერწეტატანს პატარა დახვეწილი თავი აბოლოებს.
გოტიკური სტილის ოსტატთა ამ ნამუშევრებში სახელდახელო არაფერია. ისეთი დეტალიც კი, როგორიც მარჯვენა მკლავზე გადმოფენილი ქსოვილია, გვიჩვენებს, რამდენი ჯაფა შეალია ხელოვანმა მის მოხდენილ მელოდიურ ხაზებად დალაგებას. ასეთ ნამუშევრებს ჯეროვნად ვერაზრს დავაფასებთ, თუკი მუზეუმებში მხოლოდ თვალშევლებით ჩაუვლით გვერდით. მათ ხელოვნების ნამდვილი მოყვარულებისთვის ქმნიდნენ და რელიგიური თაყვანისცემის ღირს საგნებად მიაჩნდათ. მე-14 საუკუნის მხატვრების მოხდენილი და ფაქიზი დეტალებით გატაცება ისეთ ცნობილ დასურათებულ ხელნაწერებსაც ემჩნევა, როგორიცაა ინგლისური ეგრეთ წოდებული დედოფალ მერის ფსალმუნი. 140 სურათზე წარმოდგენილია ტაძარში მწიგნობრებთან მოსაუბრე ქრისტე. იგი მაღალ სკამზე დაუსვამთ. იესო მწიგნობრებს სჯულის რომელიღაც მუხს განუმარტავს, ხელის სახასიათო მოძრაობით, რომლითაც შუა საუკუნეების მხატვრები მასწავლებლებს გამოსახავდნენ. ებრაელ მწიგნობრებს, ასევე ქრისტეს მშობლებს, რომლებიც ეს არის შემოსულან და ერთმანეთს გაგვირებული შესცქერიან, გაოცებისა და მოგდალების ნიშნად ხელები ზეაღუპყრიათ. ამბის თხრობის წესი კვალ საკმაოდ არარეალურია. აშკარაა, რომ მხატვარს არაფერი სმენია ჯოტოს მიგნებაზე, თუ როგორ უნდა დაედგა სცენა, რომ იგი გაცოცხლებულიყო. ქრისტე, რომელიც ბიბლიის თანახმად მაშინ 12 წლისა იყო, მოზრდილებთან შედარებით პატარა ჩანს, ხოლო მხატვარს ფიგურებს შორის დაცილების ჩვენება არც უცდია. იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში, ჯოტოს შემოქმედება მხატვრობაზე წარმოდგენა თლიანად შეცვალა. ძველი ბიზანტიური მანერა უეცრად მოძველებული და მოუქნელი გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ იტალიური ხელოვნება უცებ გაემიჯნა დანარჩენი ევროპისას. პირიქით, ჯოტოს იდეები ალპების ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებშიც გავრცელდა, ხოლო სამხრეთელ ოსტატებს ჩრდილოეთის გოთიკური სტილის იდეალების ზემოქმედება დაეწყოთ. ჩრდილოელი ოსტატების გემოვნებამ და მანერამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა განსაკუთრებით სიენაში, ტოსკანის კიდევ ერთ ქალაქში, რომელიც ფლორენციის დიდი მეტოქე გახდათ. სიენელ მხატვრებს ისე ერთბაშად და რევოლუციურად არ გაუწყვეტიათ კავშირი ადრეულ ბიზანტიურ ტრადიციასთან, როგორც ეს ფლორენციაში ჯოტომ გააკეთა. ჯოტოს თაობის უდიდესმა სიენელმა ოსტატმა დუჩომ ძველი ბიზანტიური ფორმების მთლიანად უკუგდების ნაცვლად სცადა და წარმატებითაც. მათთვის ახლებური სული შთაებერა. ტრაპეზია და გამოსახულება დუჩოს სკოლის ორმა ახალგაზრდა მხატვარმა შეასრულა, სიმონე მარტინიმ და ლიპო მემიმ. ამ გამოსახულების ნაწილს 151 სურათზე ვხედავთ. იგი გვიჩვენებს, როგორ შეისის ხორცსა სიენის ხელოვნებამ მე-14 საუკუნის იდეალები და ზოგადი ატმოსფერო. ნახატი წარმოგვიდგენს ხარებას, ეპიზოდს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ზეცით ღვთისმშობელს მოევლინა სახარებლად. შეგვიძლია წავიკითხოთ მის ბაგეთაგან ამოთქმული სიტყვები. Ave gratia plena, ანუ გიხაროდენ მიმადლებულო. მარცხენა ხელში მას მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილის რტო უჭირავს. მარჯვენა ხელი კი აღმართული აქვს, თითქოს დალაპარაკებას აპირებსო. ღვთისმშობელი კითხულობდა. ანგელოზის გამოჩენისას იგი განცვიფრდა. ის უკან გადაწეულა. მარიამის მოძრაობაში რიდი და მოგრძალებაა, თუმცა იგი ზეციური მაცნისკენ იხედება. მათ შორის დგას ლარნაკი თეთრი შროშანებით, უბიწოების სიმბოლოთი. ხოლო ზემოთ, შუა შეისრულ თაღში, 4 ფრთედი ქერუბიმებით გაშემორტმულ მტრედს, სულიწმიდის სიმბოლოს ხედავთ. ამ მხატვრებს, ფრანგი და ინგლისელი მხატვრების მსგავსად, სათუთი ფორმები და ლირიკული განწყობილება აინტერესებთ. მათ იტაცებდათ გაფრიალებული ქსოვილების რბილი რკალები და წერწეტა სხეულების ნაზი მოხდენილობა. მთელი მხატვრობა, ოქროს ფონზე დატანილი ფიგურებით, რომლებიც ისე მოხეხებულადაა განთავსებული, რომ შესანიშნავ ორნამენტს ქმნის, ოქრომჭედლის ძვირფას ნახელავს წააგავს. რამდენიც არ უნდა უყუროთ, მაინც განგაცვიფრებთ ის, თუ როგორაა ფიგურები მორგებული სასურათო სიფრთხის რთულ მოხაზულობას. ანგელოზის ფრთები შეისრული თაღის მარცხენა კიდით არის მოჩარჩოებული, ხოლო ღვთისმშობელი მოპირდაპირე მხარეს თითქოს თაღის მარჯვენა ფერდს შეფარებია. მათ შორის ცარიელი სივრცე კი ლარნაკით და მის თავზე მტრედითაა შევსებული. ხაზოვანი ნახატისთვის ფიგურების ამგვარი მორგება მხატვრებმა შუა საუკუნეების ტრადიციიდან შეითვისეს. ადრე მოგვეცა შესაძლებლობა, აღფრთოვანება გამოგვეხატა იმის გამო, როგორ განალაგებენ შუა საუკუნეების მხატვრები საღვთო წერილის სიმბოლოებს სასურველი კომპოზიციის მისაღებად. მაგრამ ისინი ამას საგანთა რეალური მოყვანილობისა და პროპორციების უგულებელყოფითა და სივრცის ერთიანად უარყოფით აღწევდნენ. სიენელი მხატვრები ასე აღარ იქცევიან. მათი ფიგურები, ირიბი თვალები და მორკალული ბაგეები შესაძლოა ცოტა გვეუცნაუროს კიდეც, მაგრამ ზოგიერთი დეტალი აშკარად ცხადყოფს,
რომ მათ ჯოტოს მიგნებები არ გამოპარვიათ. ლარნაკი ნამდვილი ლარნაკია. ნამდვილ ქვის იატაკზე დგას და შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ, რა მიმართება აქვს მას ანგელოსთან და ღვთისმშობელთან. სავარძელი, რომელშიც ღვთისმშობელი ზის, სიღრმეში გაშლილი რეალური სავარძელია. წიგნიც, რომელიც მას უჭირავს, წიგნის სიმბოლო კი არა, ნამდვილი ლოცვანია, ზედდაცემული შუქით და გვერდებს შორის ჩაწოლილი ჭტილით, რომლის გამოსახვაც მხატვარს თავის სახელოსნოში არსებული ლოცვანის წიგნიდან უნდა ესწავლა. ჯოტო დიდი ფლორენციელი პოეტის დანტეს თანამედროვე გახდათ. მან მხატვარი ღვთაებრივ კომედიაში მოიხსენია. სიმონე მარტინი, 151 სურათის ავტორი, მომდევნო თაობის უდიდესი იტალიელი პოეტის პეტრარკას მეგობარი იყო. ამჟამად პეტრარკა ძირითადად ლაურასადმი მიძღვნილი მრავალი სასიყვარულო სონეტითაა ცნობილი. სონეტებიდან ვიგებთ, რომ სიმონე მარტინის შეუქმნია ლაურას პორტრეტი, რომელსაც პეტრარკა მეტად აფასებდა. გავიხსენოთ, რომ პორტრეტი, ჩვენი გაგებით, შუა საუკუნეებში არ არსებულა. მხატვრები იმით კმაყოფილდებოდნენ, რომ ქალისა თუ მამაკაცის პირობით ფიგურას დასახატი პირის სახელს აწერდნენ. სამწუხაროდ, სიმონე მარტინის ლაურას პორტრეტი დაკარგულია და არ ვიცით, რამდენად გავდა ის რეალურ ლაურას. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ მე-14 საუკუნის ეს ოსტატიც და სხვებიც პორტრეტებს ნატურიდან ხატავდნენ და რომ პორტრეტის ხელოვნებაც ამ დროს განვითარდა. შესაძლოა ამაში სიმონე მარტინის ბუნების აღქმისა და წყვილ მანებზე დაგურების წესსაც უდევს წილი, რადგან ევროპელ ოსტატებს ყოველთვის ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მისი მიგნებები შეესწავლათ. პეტრარკას მსგავსად სიმონე მარტინი მრავალი წელი დაჰყო პაპის კარზე, რომელიც იმხანად რომში კი არა, სამხრეთ საფრანგეთში, ავინიონში იყო. საფრანგეთი კვლავ ევროპის ცენტრი გახდა და ფრანგული იდეები და სტილი ყველგან დიდ გავლენას ახდენდა. გერმანიაში ლუქსემბურგული საგვარეულო მეფობდა, რომელსაც რეზიდენცია პრაღაში ჰქონდა. პრავის კათედრალში ამ პერიოდით დათარიღებული შესანიშნავი ბიუსტების მთელი წყება ინახება. ისინი ტაძრის კეთილის ყოფილს წარმოგვიდგენენ და ამდენად იგივე დანიშნულება აქვთ, რაც ნაუმბურგის ქტიტორთა გამოსახულებებს. მაგრამ აქ საეჭვო აღარაფერია, ეს ნამდვილი პორტრეტებია. ბიუსტების სერია თანამედროვეებს მოიცავს. მათ შორის იქ მომუშავე მხატვარი Peter Parler უმცროსიც არის. როგორც ჩანს, ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი ავტოპორტრეტია, იხილეთ სურათი 152. ბოჰემია იტალიური და ფრანგული გავლენების გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად იქცა. მასთან ურთიერთობა ინგლისსაც კი ჰქონდა, რიჩარდ მეორემ ანა ბოჰემიელი შეირთო. გარდა ამისა, ინგლისი ბურგუნდიასთან ვაჭრობდა. ევროპა ყოველ შემთხვევაში ლათინური ეკლესიის მიმდევარი კვლავ დიდი განუყოფელი ერთობა გახდა. ხელოვანები და იდეები ერთი ცენტრიდან მეორეში მოძრაობდნენ და არავინ ფიქრობდა, რომელიმე მიგნებაზე მისი უცხოურობის გამო ეთვა უარი. სტილი, რომელიც ამ გაცვლა-გამოცვლის შედეგად მე-14 საუკუნის მიწურულს არ მოცენდა, ისტორიკოსებისთვის ინტერნაციონალური სტილის სახელითაა ცნობილი. ინგლისში მისი შესანიშნავი მაგალითია ინგლისელი მეფისათვის, სავარაუდოდ ფრანგი ოსტატის მიერ შესრულებული, ეგრეთ წოდებული უილტონის დიპტიქი. იხილეთ სურათი 153. იგი ჩვენთვის მრავალმხრივაა საგულისხმო. თუნდაც იმით, რომ რეალური ისტორიული პირის, თვით ანა ბოჰემიელის უიღბლო მეუღლის, მეფე რიჩარდ მეორის გარეგნობას გვაცნობს. ის მუხმოყრილი ლოცულობს, ხოლო წმინდა იოანე ნათლისმცემელი და სამეფო ოჯახის მფარველი ორი წმინდანი მას წარუდგენენ წმინდა ქალწულს, რომელიც სილამაზით გასხივოსნებული, ანგელოზებით გაშემორთმული, თითქოს 64 ყვავილოვან დელოზე დგას. სიცოცხლით ახსავსე ყრმა ქრისტე მეფისკენაა გადმოწეული, რათა აკურთხოს იგი ან მიესალმოს და დაარწმუნოს, რომ მისი ლოცვა შესმენილია. შესაძლებელია შემომწირველის პორტრეტის ტრადიციაში გარკვეულწილად ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყოს გამოსახულების მიმართ მაგიური მიდგომა, რაც მოწმობს, როგორი ძნელი ამოსაძირკვი გამოდგა ის რწმენა, რომელსაც ჯერ კიდევ ხელოვნების საწყისებთან ხვდებით. ვინ იცის, იქნებ შემომწირველი უფრო მშვიდად გზნობდა თავს ცხოვრების ორომტრიალში, სადაც არც თვითონ იქცეოდა ყოველთვის წმინდანივით, როცა იცოდა, რომ რომელიღაცა მყუდრო ეკლესიასა თუ სამლოცველოში მისი რაღაც ნაწილი იყო დავანებული. ხელოვანის ოსტატობის მეშვეობით აღბეჭდილი, მას მიმსგავსებული გამოსახულება მუდამ წმინდანთა და ანგელოზთა გვერდით იმყოფებოდა და დღენიადა გლოცულობდა. ადვილი შესამჩნევია, როგორ ლოგიკურად ებმის უილტონის დიპტიკის ხელოვნება იმ ნამუშევრებისას, რომლებიც მანამდე განმეხილეთ. აქაც იგივე გემოვნებაა. ლამაზად მდინარი ხაზები და სისა თუთითა და სიკოხტავით გამსჭვალული მოტივები. ის თუ როგორ ეხება ღვთისმშობელი ყრმა ქრისტეს ტერფს, ანგელოზების მოძრაობები, მათი გრძელი, წვრილი ხელები ადრენანახ ფიგურებს მოგვაგონებს.
კვლავ ხედავთ, რომ ოსტატი რაკურსების გადმოცემის ცოდნას ამჟღავნებს. მაგალითისთვის იხილეთ გამოსახულების მარცხენა კიდეზე მუხმოდრეკილი ანგელოზი. და ასევე ის, რომ ოსტატი და ხალისით იშველიებს ნატურიდან ჩანახატებს თავისი წარმოსახული 6-4 სამკაულად დახატული ბევრი ყვავილის გადმოსაცემად. ინტერნაციონალური სტილის მიმდევარი ოსტატები გარემომცველი სამყაროს გამოსახვის დროსაც არანაკლებ დაკვირვების უნარსა და სათუთისა და ლამაზის არანაკლებ ტრფიალებას ავლენდნენ. შუა საუკუნეებში ჩვევად ჰქონდათ კალენდრების მოხატვა, ამა თუ იმთვის დამახასიათებელი საქმიანობის, თესვის, ნადირობის, მკის სურათებით. მდიდარი ბურგუნდიელი ჰერცოგის მიერ ძმები ლიმბურგების სახელოსნოში დაკვეთილი ლოცვანისთვის დართული კალენდარი, სურათი 154. გვიჩვენებს, რომ ახალ ოლდრიურობის ამსახელ სურათებში სიცოცხლე თუ დაკვირვება განუზომლად უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც დედოფალ მერის ფსალმუნის ხანაში იყო. ამ მინიატურაზე მეფის კარის დიდებულთა ყოველწლიური საგაზაფხულო ზეიმია ნაჩვენები. ხალისიანად მორთულ მოკაზმულნი, თავზე რტოებისა და ყვავილების გვირგვინებით, ისინი ტყეში ცხენებით მისეირნობენ. აშკარაა, რომ ხატვარი მოდურ კაბებში გამოწყობილი ტურფა ქალიშვილების ცქერით თკბებოდა და მთელი ამ მრავალფერი სანახაობის ფურცელზე გადმოტანა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ისევ ჩოსერი და მისი პილიგრიმები გვახსენდება, რადგან ჩვენი მხატვარი წყონეს არ იშურებს განსხვავებული ტიპაჟების გადმოსაცემად, თან ისე მარდვედ, რომ თითქმის გვესმის კიდეც მათი საუბარი. ამგვარი სურათი ალბათ გამადიდებელი შუშით იყო შესრულებული და იგი ასეთივე სიყვარულით და ყურადღებით უნდა დაათვალიერა. მხატვრის მიერ შერჩეული, ფურცელზე დახვეული უამრავი დეტალი თითქოს რეალური ცხოვრების სცენას გვაძლევს. მაგრამ ფლად ასეც არაა. როცა შევნიშნავთ, რომ მან ფონი ხეების ერთგვარი ფარდით ჩაკეტა, რომის იქით დიდი ციხე-დარბაზის სახურავები მოჩანს, ხვდებით, რომ მხატვარი რეალური ბუნების სურათს არ გადმოგცემს. მისი ხელოვნება იმდენად დაცილებული ჩანს თხრობის იმ სიმბოლური წესისგან, რომელსაც წინანდელი მხატვრები მიმართავდნენ, რომ თავს ძალაც კი უნდა დავატანოთ, რათა გავაცნობიეროთ. მასაც არ ძალუც გამოხატოს სივრცე, რომელშიც ფიგურები მოძრაობენ და სინამდვილის ილუზიას უპირატესად დეტალებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულებით აღწევს. მისი ხეები ნატურიდან დახატული რეალური ხეები არ არის. ეს უფრო ერთი მეორის გვერდით ჩარიგებული სიმბოლური ხეების მცქრივია. ადამიანთა სახეებიც კვლავ მეტნაკლებად ერთი მომხიბლელი ფორმულის ვარიანტებია. მიუხედავად ყველაფრისა, რეალური ცხოვრების ბრწყინვალებითა და ადამიანებით, მხატვრის დაინტერესება გვიჩვენებს, რომ მისი წარმოდგენა მხატვრობის მიზნებზე ძალზე განსხვავდება ადრეული შუა საუკუნეების ხელოვანთა წარმოდგენისაგან. მხატვართა ინტერესი, საღვთო წერილის, საუკეთესოდ, რაც შეიძლება ნათლად და შთამბეჭდავად გადმოცემისადმი ადგილს უთმობს, რეალური ცხოვრების შეძლების დაგვარად უტყუარად გამოსახვას. უკვე ნახეთ, რომ ეს ორი შეხედულება აუცილებლად შეუთავსებელი როდია. რასაკვირველია, შესაძლებელი იყო ბუნებაზე აიყო ახლად მოპოვებული ცოდნა რელიგიური ხელოვნების სამსახურში ჩაეყენებინათ, როგორც მოიქცნენ კიდეც მე-14 საუკუნის ოსტატები, ხოლო მათ შემდეგ სხვებიც. მაგრამ მხატვრის ამოცანები მაინც შეიცვალა. ადრე დასახელოვნებლად საკმარისი იყო საღვთო წერილის მთავარ მოქმედ პირთა გამოსახულებების ძველი ფორმულები დაესწავლა და ამ ცოდნის ახალ-ახალი მთლიანობის შესაქმნელად მოხმარების უნარი ქონოდა, ახლა კი მხატვრის საქმიანობა განსხვავებულ განსწავლას მოითხოვდა. მას უნდა შეძლებოდა შეესწავლა ბუნება და იგი თავის სურათებზე გადმოეტანა. მან დაიწყო საეტიუდო ალბომის გამოყენება, სადაც იშვიათ და ლამაზ მცენარეებსა და ცხოველებს იხატავდა. ის, რაც მეთიუ პერისის შემთხვევაში გამონაკლისი იყო, მალე წესად იქცა. ჩრდილოიტალიელი მხატვრის ანტიონიო პიზანელოს ნამუშევარი, სურათი 145, რომელიც ლიმბურგების მინიატურიდან 20 წლის შემდეგაა შესრულებული, გვიჩვენებს, რომ მხატვარმა ამ ჩვევის ზემოქმედებით დიდი სიყვარულითა და გულმოდგინებით შეისწავლა ცოცხალი ცხოველები. მხატვრის თანამედროვეებმა სურათების შეფასება დაიწყეს იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო მიმსგავსებული ბუნება ნამდვილს, ან რამდენად უხვად იყო ნახატში წარმოდგენილი მიმზიდველი დეტალები. მხატვრები კი უფრო მეტსაც ლამობდნენ. დეტალების, კერძოდ ყვავილებისა თუ ცხოველების, ნატურიდან გადმოხატვის ახლად შეძენილი ოსტატობა მათ აღარ აკმაყოფილებდათ. მათ სურდათ მხედველობის კანონები მოეხმარათ და ადამიანის სხეულის შესახებ საკმარისი ცოდნა დაეგროვებინათ, რათა ქანდაკებებსა და სურათებზე მისი აღნაგობა ბერძნებისა და რომაელების ნახელავს დამსგავსებოდა. როგორც კი ხელოვანთა ინტერესი ასე წარიმართა, შუა საუკუნეების ხელოვნება არსებითად დასრულდა. ჩვენ მივადექით იმ პერიოდს, რომელსაც ჩვეულებრივ რენესანსს უწოდებენ. თავი მე-12. სინამდვილის დაუფლება.
მე-15 საუკუნის დასაწყისი. სიტყვა რენესანსი ახლად შობას ან აღორძინებას ნიშნავს. აღორძინების იდეა იტალიაში ჯოტოს დროს დამკვიდრდა. იმხანად თუ კი პოეტის ან მხატვრის შექება სურდათ, ამბობდნენ, მისი ნამუშევარი ისევე კარგია, როგორც ძველებისო. ამგვარად განადიდებდნენ ჯოტოსაც, როგორც ოსტატს, რომელმაც ჭეშმარიტად აღორძინა ხელოვნება. ამის თმისას კი გულისხმობდნენ, რომ მისი ხელოვნება ბერძენი და რომაელი მწერლების მიერ ნაქებ, გამოჩენილ ოსტატთა ნახელავის ტოლფასია. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეს აზრი სწორედ იტალიაში გავრცელდა. იტალიელებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ შორეულ წარსულში იტალია და მისი დედაქალაქი რომი მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი იყო. მის ძლიერებასა და დიდებას კი ბოლო მაშინ მოეღო, როდესაც ქვეყანაში გერმანული ტომები, გოთები და ვანდალები შეიჭრნენ და რომის იმპერია დაამხეს. იტალიელთა გონებაში აღორძინების იდეა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რომის სიდიადის ახლად შობის იდეასთან. კლასიკურ ხანას, რომელსაც ისინი სიამაყედ გაახურებდნენ, და ახალ ეპოქას, აღორძინებას შორის, რომელსაც იმედით ახსილნი მოელოდნენ, სამწუხარო შუალედი იყო, დრო შუაში. სწორედ ახლად შობის თუ რენესანსის იდეა მოიტანა ამ შუალედური პერიოდის შუა საუკუნეებად გააზრება და ჩვენს დღემდე ამ ტერმინს ხმარობთ. რა კი იტალიელები რომის იმპერიის დაცემაში ბრალს გოთებს სდებდნენ, ამიერიდან შუალედური ხანის ხელოვნებას გოთიკურს უწოდებდნენ და იგი ბარბაროსულად მიაჩნდათ. ისევ როგორც ჩვენ ვახსენებთ ვანდალიზმს, როდესაც მშვენიერი ნივთების უაზრო განადგურებას გულისხმობთ. ახლა ვიცით, რომ ეს შეხედულება მაინც და მაინც საფუძვლიანი არ ყოფილა. უკეთეს შემთხვევაში, ეს მოვლენათა ნამდვილი მსვლელობის არასრული, ძალზე გამარტივებული სურათია. უკვე ვნახეთ, რომ გოთებს სულ ცოტა 700 წელი აშორებთ იმ ხელოვნების აღზევებისგან, რომელსაც დღეს გოთიკურს უწოდებთ. ისიც ვიცით, რომ ხელოვნება ბნელი საუკუნეების ელდისა და ორონტრიალის შემდეგ თანდათანობით აღორძინდა და თვით გოთიკურმა პერიოდმა იხილა ეს აღორძინება მთელი თავისი ძალმოსილებით. ალბათ იმ მიზეზთა გაგებაც შეიძლება, თუ რატომ ვერ ხედავდნენ იტალიელები ხელოვნების ამ თანდათანობით ზრდასა და გაფურჩქნას ისევე კარგად, როგორც ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხები. ვნახეთ, რომ შუა საუკუნეებში ისინი სხვებს ერთხანს ჩამორჩებოდნენ და ჯოტოს ახლებური მიგნებები, მათ უზარმაზარ სიახლეთ, ხელოვნებაში ყოველივე კეთილშობილურისა და დიადის აღორძინებად მოევლინათ. მე-14 საუკუნეში იტალიელებს ჯეროდათ, რომ ხელოვნება, მეცნიერება და განათლება კლასიკურ ხანაში ყვაოდა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩრდილოელმა ბარბაროსებმა გაანადგურეს და ახლა მათი ვალი იყო ხელი შეეწყოთ დიდებული წარსულის აღორძინებისთვის და ამით ახალი ეპოქის დადგომისთვის. არც ერთ სხვა ქალაქში არ სჯეროდათ და არ ეიმედებოდათ ეს ისე მძაფრად, როგორც დანტესა და ჯოტოს ქალაქში, დიდარ სავაჭრო ცენტრ ფლორენციაში. სწორედ აქ მე-15 საუკუნის პირველ ათწლეულებში ხელოვანთა ერთი ჯგუფი მიზანდასახულად შეუდგა ახალი ხელოვნების შექმნას და წარსულის იდეათა უარყოფას. ამ ახალგაზრდა ფლორენციელ ხელოვანთა ჯგუფის თავკაცი არქიტექტორი ფილიპო ბრუნელესკი გახდათ. ბრუნელესკი ფლორენციის კათედრალის დასამთავრებლად მიიწვიეს. ეს გოთიკური კათედრალი იყო. ბრუნელესკის კი სრულად ჰქონდა შესწავლილი ის ტექნიკური მიგნებები, რომლებიც გოთიკური ტრადიციის ნაწილს შეადგენდა. გოთიკური კამაროვანი გადახურვის მეთოდი რომ არ სოდნოდა, იგი სახელს ვერც მოიხვეჭდა. სახელი კი მან სწორედ კონსტრუირებასა და დაგეგმარებაში სხვადასხვა მიღწევით გაითქვა. ფლორენციელებს უნდოდათ, რომ მათი კათედრალი მძლავრი გუმბათით ყოფილიყო დაგვირგვინებული. მაგრამ გუმბათქვეშა ბურჯებს შორის მოქცეული ვეებერთელა სივრცის გადახურვა ბრუნელესკიმდე ვერავინ მოახერხა. როდესაც ბრუნელესკის ახალი ეკლესიები თუ სხვა ნაგებობები დაუკვეთეს, მან გადაწყვიტა ტრადიციულ სტილზე უარი ეთქვა და რომაული დიდების აღორძინების მოსურნეთა პროგრამას მიმხრობოდა. მან რომში იმოგზაურა, ტაძრებისა და სასახლეების ნანგრევები გაზომა, მათი ფორმები და ორნამენტები ჩაიხატა. ანტიკური შენობების ზუსტი ასლის გაკეთება მას აზრადაც არ მოსლია. ეს მე-15 საუკუნის ფლორენციის მოთხოვნებს არ ესადაგებოდა. ბრუნელესკის მიზანი იყო შეექმნა ახალი ტიპის შენობა, სადაც კლასიკური არქიტექტურის ფორმები თავისუფლად იქნებოდა გამოყენებული ახლებური ჰარმონიისა და მშვენიერების მისაღწევად. ბრუნელესკის წარმატებებს შორის ყველაზე განსაცვიფრებელი სწორედ ის არის, რომ მან მართლაც შეძლო თავისი პროგრამის განხორციელება. თითქმის 5 ასლეულის განმავლობაში ევროპელი და ამერიკელი არქიტექტორები მის კვალს მიხვებოდნენ. ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან წავაწყდებით შენობებს, რომლებშიც კლასიკური ფორმები, კერძოდ სვეტები თუ ფრონტონებია გამოყენებული.
მხოლოდ ჩვენ საუკუნეში შეიტანეს ეჭვი არქიტექტორებმა ბრუნელესკის ქის პროგრამაში და რენესანსულ ტრადიციას ისევე აუჯანყდნენ, როგორც თავის დროზე ბრუნელესკიმ გაილაშქრა გოთიკური ტრადიციის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენს დროში აგებულ ბევრ სახლში, ისეთებშიც კი, სადაც სვეტები და მსგავსი მოსართავები არ არის, კლასიკურ ფორმათა გამოძახილს ხედავთ კარებისა და ფანჯრის ჩარჩოების ფორმები. იქნება ეს თუ შენობის ზომები და პროპორციები. თუ კი ბრუნელესკის ახალი ეპოქის არქიტექტურის შექმნა სურდა, შეიძლება ითქვას, რომ მიზანს წარმატებით მიაღწია. 157 სურათზე წარმოდგენილია მომცრო ეკლესია, რომელიც ბრუნელესკიმ ფლორენციის ერთ-ერთ უძლიერეს ოჯახს ფაცის აუშენა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მას ბევრი არაფერი აქვს საერთო ნებისმიერ კლასიკურ ტაძართან, ხოლო გოთიკური სტილის ფორმებთან კიდევ უფრო ნაკლები აკავშირებს. ბრუნელესკიმ სვეტების, პილასტრებისა და თაღების თავისებური შეხამებით ისეთ სიმსუბუქესა და მოხდენილობას მიაღწია, რომლის მსგავსს მანამდე ვერსად შეხვდებით. ისეთი დეტალები, როგორც მაგალითად კლასიკური ფრონტონით დასრულებული კარის მოჩარჩოებაა, გვიჩვენებს, როგორი გულმოდგინებით სწავლობდა ბრუნელესკი ანტიკურ ნანგრევებს და პანთეონის მსგავს შენობებს. დაუკვირდით თუ როგორაა გამოყვანილი თაღი და როგორ იჭრება იგი. პილასტრებიან, ესე იგი ბრტყელი ნახევარსვეტების მქონე, ზედა სართულში. რომაული ფორმების გავლენა ეკლესიის ინტერიერში შესვლისას კიდევ უფრო ცხადად ჩანს. ამ ნათელ დახვეწილი პროპორციების მქონე ინტერიერში ისეთი აღარაფერია შემორჩენილი, რაც გოთიკური სტილის ხუროთ მოძღვრებს ასე ეძვირფასებოდათ. აქ აღარც მაღალი სარკმლებია და აღარც თხელი სვეტები. სანაცვლოდ გლუვი, თეთრი კედელი ნაცრისფერი პილასტრებით არის დანაწევრებული, რაც კლასიკური ორდერის იდეას გამოხატავს, თუმცა ნამდვილი კონსტრუქციული ფუნქცია მათ არ აკისრია. ბრუნელესკიმ ისინი მხოლოდ შიგა სივრცის მოყვანილობისა და პროპორციების წარმოსაჩენად მოიშველია. ბრუნელესკი მხოლოდ რენესანსული არქიტექტურის ფუძემდებელი არ ყოფილა. ჩანს, მასვე უნდა უმადლოდეთ ხელოვნების დარგში კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას, რომელმაც ასევე განსაზღვრა მომდევნო საუკუნეთა ხელოვნება. ეს გახლავთ პერსპექტივა. ჩვენ დავინახეთ, რომ თვით ბერძნებსაც, რომელთაც კარგად ესმოდათ რაკურსები და ელინისტური ხანის მხატვრებს, რომლებიც სიღრმის ილუზიის გადმოცემაში იყვნენ დაოსტატებულნი, არაფერი გაეგებოდათ იმ მათემატიკური კანონებისა, რომელთა თანახმადაც ჩვენგან დაშორებისას საგნების ზომა მცირდება. გავიხსენოთ, რომ კლასიკური ხანის არც ერთ ხელოვანს არ შეეძლო დაეხატა ხეივანი, რომელიც შორს სურათის სიღრმეში ჰორიზონტზე უჩინარდება. სწორედ ბრუნელესკიმ მოუპოვა მხატვრებს ამ პრობლემის გადაწყვეტის მათემატიკური საშუალებები. ამ აღმოჩენამ მისი მეგობარი ფემწერები უაღრესად ააღელვა. 159 სურათზე ვხედავთ ფლორენციის სანტა მარია ნოველას ეკლესიის კედლის მხატვრობას. ამგვარი მათემატიკური კანონების თანახმად აგებული სურათის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს. იგი წარმოგვიდგენს წმინდა სამებას, ჯვრის მკლავების ქვეშ ღვთისმშობელს და წმინდა იოანეს. კიდეებზე კი მუხლ მოყრილ შემომწირველთ, ხნიერ ვაჭარსა და მის ცოლს. ამის დამხატველ ხელოვანს მაზაჩოს ეძახდნენ, რაც სქელ თომას ნიშნავს. იგი გამორჩეული გენიოსი უნდა ყოფილიყო, რადგან ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მოასწრო, მხატვრობაში სრული რევოლუცია მოეხდინა. ეს რევოლუცია მხოლოდ პერსპექტიული მხატვრობის ტექნიკურ ხერხს როდი გულისხმობს, თუმცა თავისთავად ესეც გაჩენისას მეტად განსაცვიფრებელი რამ უნდა ყოფილიყო. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გაოცდნენ ფლორენციელები ამ მოხატულობას ფარდა რომ ახადეს და შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს კედელში ხრელია, რომლის მიღმაც მათ ბრუნელესკის ახლებური სტილის დასაკრძალავ ეგვტერში შეხედვა შეეძლოთ. მაგრამ შეიძლება ისინი კიდევ უფრო მეტად ამ ახლებური არქიტექტურით მოჩარჩოებული ფიგურების სისადავემ და სიდიადემ განაცვიფრა. თუ კი ფლორენციელები ფლორენციაში და მთელ ევროპაში მიღებული ინტერნაციონალური სტილის ყაიდის რამეს მოელოდნენ, ისინი იმედგაცრუებული დარჩებოდნენ. სინაზისა და მოხდენილობის ნაცვლად მათ მასიური მძიმე ფიგურები იხილეს, დენადი მრუდების ნაცვლად, კუთხოვანი ფორმები, ნატიფი დეტალების, კერძოდ ყვავილებისა და პატიოსანი თვლების, მაგივრად კი შიშველი აკრდამა მასში ჩონჩხი თურთ. შეიძლება მაზაჩოს ხელოვნება თვალისთვის მათთვის ჩვეულ მხატვრობაზე ნაკლებად საამოიღო, მაგრამ ამავდროულად იგი გაცილებით გულწრფელი და ამაღელვებელიც იყო. აშკარაა, რომ მაზაჩოს აღაფრთოვანებს ჯოტოს დრამატული სიდიადე, მაგრამ მას არ ბაძავს. უბრალო მოძრაობა, რომლითაც ღვთისმშობელი ჯვარცმულ ძეზე მიუთითებს, ასე მეტყველი და შთამბეჭდავი იმიტომაა, რომ ამ საზეიმო სურათზე სხვა არაფერი იწვრის. მისი ფიგურები ფაქტობრივად ქანდაკებებს გავს. უწინარესად სწორედ ამგვარ ეფექტს გამოკვეთს მაზაჩო პერსპექტიული მოჩარჩოების მეშვეობით, რომელშიც მან ფიგურები მოაქცია. მათ თითქოს ხელიც კი შეგვიძლია შევახოთ. ამის შეგრძნება მათ სათქმელს ჩვენთვის უფრო ახლობელს ხდის.
რენესანსის ეპოქის უდიდესი ოსტატებისთვის ახალ მხატვრულ ხერხებსა და აღმოჩენებს განყენებული მნიშვნელობა არ ქონია. ისინი მათ მუდამ იმისთვის იყენებდნენ, რომ გამოსახულების საზრისი უკეთ გაგვეგო. ბრუნელესკის წრის უდიდესი მოქანდაკე ფლორენციელი ოსტატი დონატელო გახდათ. იგი მაზაჩოზე 15 წლით უფროსი იყო. მასზე გაცილებით მეტხანს კი იცოცხლა. 151 სურათზე მის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარს ხედავთ. ესაა მესაჭურლეთა ამქრის მიერ დაკვეთილი მათი მფარველის წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც ფლორენციის ეკლესიის ორ სან მიკელეს გარეთა ნიშისთვის იყო განკუთვნილი. თუ დიდი გოთიკური კათედრალების საფასადო ქანდაკებებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ დონატელომ წარსულთან კავშირი მთლიანად გაწყვიტა. პორტიკების წირთხლებზე მშვიდ და საზეიმო მწკრივებად მოლივლივე გოთიკური ქანდაკებები თითქოს სხვა სამყაროდან მოვლენილი არსებები არიან. დონატელოს წმინდა გიორგი მიწაზე მყარად დგას. ტერფები ისე აქვს დაბჯენილი ზედ, თითქოს მისი ერთი მტკაველის დათმობაც არ უნდა. მის სახეს არაფერი აქვს საერთო შუა საუკუნეების წმინდანთა განყენებულ უშფოთო მშვენიერებასთან, ძალზე ენერგიული და კონცენტრირებულია. იგი თითქოს თვალყურს ადევნებს მტრის მოახლოებას და მის დასახვედრად ემზადება. ხელები ფარზე დაუწყია, მთლიანად დაძაგრულია, გამომწვევი და გაბედული. ეს ქანდაკება კვლავ რჩება კმაწყუნკაცური შემართებისა და სითამამის შეუდარებელ ხატებად, მაგრამ აღმაფრთოვანებელი მხოლოდ დონატელოს წარმოსახვის უნარი როდია, რაინ წმინდანს ასე ცოცხლად და დამაჯერებლად რომ წარმოგვიდგენს. ქანდაკებისადმი მისი მიდგომაც სავსებით ახლებურ გაგებას მოწმობს. ქანდაკება სიცოცხლისა და მოძრაობის შთაბეჭდილებას იწვევს, მაგრამ ამავდროულად იგი მკაფიოდ მოხაზული და კლდესავით მკვრივია. მაზაჩოს მხატვრობის მსგავსად, დონატელოს ქანდაკებაც გვიჩვენებს, რომ თავის წინამორბედთა სათუთი დახვეწილობის ჩანაცვლება მას ბუნებაზე ახლებური, დაჟინებული დაკვირვებით სურს. ისეთი დეტალები, როგორც წმინდანის ხელები ან წარბებია, ტრადიციული ნიმუშებისგან სრულიად განსხვავებულად არის შექმნილი. ეს დეტალები გვარწმუნებს, რომ ოსტატს ადამიანის სხეულის ნაკვთები გულდასმით შეუსწავლია. საქმე ისაა, რომ მე-15 საუკუნის ფლორენციელ ოსტატებს შუა საუკუნეების ხელოვანთაგან ნაანდერძევი ძველი ფორმულების გამეორება აღარ აკმაყოფილებდათ. ბერძნებისა და რომაელების მსგავსად, რომელთაც აღმერთებდნენ, ადამიანის სხეულის თავიანთ სამუშაო ოთახებსა და სახელოსნოებში შესწავლა მათაც დაიწყეს. ისინი მოდელებს ან სხვა მხატვრებს ამა თუ იმ მათთვის სასურველ პოზაში გაჩერებას სთხოვდნენ. დონატელოს ნამუშევრის გასაოცარი დამაჯერებლობა სწორედ ამ ახალმა მეთოდმა და ახლებურმა დაინტერესებამ განაპირობა. დონატელომ სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი. ისევე როგორც ერთი საუკუნით ადრე ჯოტოს, მასაც იწვევდნენ იტალიის სხვა ქალაქებში, მათთვის სილამაზისა და დიდების შესამატებლად. 152 სურათზე გამოსახულია ბრინჯაოს რელიეფი, რომელიც მან 1427 წელს წმინდა გიორგის ქანდაკების შექმნიდან 10 წლის შემდეგ სიენის ემბაზისთვის შეასრულა. შუა საუკუნეების ემბაზის მსგავსად, აქაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების ამბავია წარმოდგენილი. საზარელი ეპიზოდი, როდესაც სალომე თავისი ცეკვის გასამჯელოდ მეფე ჰეროდეს წმინდა იოანეს თავს სთხოვს და იღებს კიდეც. ჩვენ წინ სანადიმო დარბაზი იშლება, მოშორებით მუსიკოსთა ქანდარაა. უკან კი ოთახებისა და კიბეების მწკრივი. ჯალათი ლანგრით, რომელზეც წმინდანის მოკვეთილი თავი დევს, ეს არის შემოსულა და მეფის წინაშე იჩოქებს. რეალობის ილუზიას პერსპექტივის ახალი ხელოვნება ზრდიდა. დონატელომ ალბათ ჯერ საკუთარ თავს კითხა. ნეტავ როგორი იყო ეს სცენა? წმინდანის თავი დარბაზში რომ შეიტანეს. მან ყველა ღონე იხმარა, რათა კლასიკური სასახლე გამოესახა. დაახლოებით ისეთი, როგორშიც ალბათ მოხდა კიდეც ეს ამბავი. უკანა პლანის ფიგურებისთვის მან რომაული ტიპაჟებით შეარჩია. მართლაც აშკარად ჩანს, რომ დონატელომ თავისი მეგობრის ბრუნელესკის მსგავსად რომაულ ნაშთთა გეგმაზე მიერი შესწავლა დაიწყო, რათა ხელოვნების აღორძინება გაადვილებოდა. თუმცა შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქოს აღორძინება, რენესანსი, ბერძნული და რომაული ხელოვნების შესწავლამ განაპირობა. პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ ბრუნელესკის გარშემო შემოკრებილი მხატვრები ასე დაჟინებით ესწრაფოდნენ ხელოვნების აღორძინებას, მათ საკუთარი მიზნების შესაცნობად თვალი ბუნებას, მეცნიერებას და ანტიკური სამყაროს დანატოვარს მიაპყრეს. მეცნიერების დაუფლება და კლასიკური ხელოვნების ცოდნა ერთხანს მხოლოდ რენესანსის ეპოქის იტალიელ ხელოვანებს ახასიათებდათ. მაგრამ მალე მათივე თაობის ჩრდილოელი ოსტატებით შეიპყრო იმგვარი ახლებური ხელოვნების შექმნის ჟინმა, რომელიც ბუნებასთან ყველაფერ ადრე შექმნილზე უფრო ახლოს იქნებოდა. ფლორენციაში დონატელოს თაობას ინტერნაციონალური გოთიკური სტილის სიფაქიზე და სინატიფე მობეზრდა და უფრო ღონიერი, მკაცრი გამოსახულებების შექმნას შეუდგა.
ალპებს მიღმა მცხოვრებმა ერთ-ერთი მოქანდაკემაც სწორედ ასე დაიწყო. წინამორბედთა სათუთ ნამუშევრებზე მეტად ცოცხლის მაგვარი და გულახდილი ხელოვნების ძიება. ეს მოქანდაკე გახდათ კლაუს სლუტერი, რომელიც დაახლოებით 1380-დან 1405-მდე წლებში დიჟონში, იმხანად მდიდარი და აყვავებული ბურგუნდიის საჰერცოგოს დედაქალაქში მოღვაწეობდა. მისი ყველაზე სახელგანთქმული ნამუშევარია წინასწარმეტყველთა გამოსახულებები, სურათი 154, რომლებიც ოდესღაც ცნობილ მოსალოც ადგილას მდებარე შადრევანზე აღმართული ჯვარცმის კვარცხლბეკს ქმნიდნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ნათქვამით მაცხოვრის ნებათა წინასწარუწყებად მოიაზრება. ყოველ მათგანს ხელში წიგნი თუ გრაგნილი უჭირავს, რომელზეც მათი სიტყვებია წარწერილი. ისინი თითქოს მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ ფიქრით არიან გართულნი. ეს გოთიკური კათედრალების პორტიკების საზეიმო და პირქუში ფიგურები აღარ არის. ეს ფიგურებიც ისევე განსხვავდებიან მათგან, როგორც დონატელოს წმინდა გიორგი. დოლბანდიანი მამაკაცი დანიელია, თავშიშველი მოხუცი წინასწარმეტყველი კი ესაია. როდესაც შევყურებთ მათ, ზომით ადამიანზე აღმატებულთ, ჯერაც დაფერილთ და ფურცლოვანი ოქროთი გაცოცხლებულ თულთ, ისინი ქანდაკებებზე მეტად თავიანთი ტექსტის წარმოსათქმელად გამზადებულ რომელიმე შუა საუკუნოვანი მისტერიის პერსონაჟებს მოგვაგონებენ. თუმცა, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ცოცხლის მაგორობის ილუზია, არც ის მხატვრული გრძნობა უნდა დაგვაუწყდეს, რომელმაც სლუტერს ეს მასიური ფიგურები, მათი სამოსის ნაკეცები და მათი ღირსებით ახსავსე იერი შეაქმნევინა. მაგრამ სინამდვილის საბოლოო დაპყრობა არა ამ ჩრდილოელ მოქანდაკეს, არამედ სხვა ხელოვანს ხვდა წილად. ხელოვანი, რომლის რევოლუციური აღმოჩენები იმთავითო სრულ სიახლედ ავიქვეს, ფერმწერი იან ვან ეიკი გახლავთ. სლუტერის მსგავსად ისიც ბურგუნდიელი ჰერცოგების კართან იყო დაკავშირებული, ოღონდ უმთავრესად ნიდერლანდის იმ მხარეში მუშაობდა, დღეს რომ ბელგია ეწოდება. მისი ყველაზე სახელგანთქმული ნამუშევარია უზარმაზარი მრავალი სცენის მომცველი ტრაპეზზე და გამოსახულება ქალაქ გენტში. იხილეთ სურათები 155 და 156. მიჩნეულია, რომ ეს სამუშაო მისმა უფროსმა ძმამ ჰუბერტმა დაიწყო. იანმა კი ის 1422 წელს დაასრულა. იმავე 10 წლეულში, როდესაც მაზაჩოსა და დონატელოს დიდებული ზემოთ აღწერილი ნამუშევრები იქნებოდა. მაზაჩოს ფლორენციულ ფრესკასა და შორეული ფლანდრიის ეკლესიისთვის დახატულ ამ ტრაპეზზე და გამოსახულებას შორის განსხვავება სრულიად აშკარაა, მაგრამ მსგავსებაც არაერთი აქვთ. კიდეებზე ორივეგან ღვთისმოშიში შემომწირველი და მისი მეუღლეა ნაჩვენები. ასევე ორივეგან შუაში დიდი სიმბოლური ხატებაა. ფრესკაზე წმინდა სამებისა, ტრაპეზზე და გამოსახულებაზე კი თაყვანისცემა კრავისა. კრავი უთუოდ ქრისტეს სიმბოლოა. კომპოზიცია დიდწილად იოანეს გამოცხადების მე-7 თავის მე-9 მუხზე ფუძნება. გავიხედე და აჰა, ურიცხი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვრიდა. ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე. ეს ტექსტი ეკლესიამ ყოველთა წმიდათა დღესასწაულს დაუკავშირა, რომელთან მიმართებითაც სურათზე სხვა ალუზიებიც მოიპოვება. ზევით ხედავთ მამა ღმერთს, ისეთივე დიაც, როგორიც მაზაჩოსია, ოღონდ პაპივით დიდებით აღსაყდრებულს, მის ორივე მხარეს კი წმინდა ქალწულს და იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც პირველმა უწოდა იესოს კრავი ღვთისა. ჩვენი შეკეცილი ფურცლის მსგავსად მრავალი გამოსახულების მომცველი კარედიც შეიძლებოდა გაეხსნათ, რაც სადღესასწაულო დღეებში ხდებოდა, როდესაც მის მანათობელ ფერებს გამოაჩენდნენ ხოლმე, ან და დაეხურათ და მაშინ ის უფრო სადად წარმოგვიდგება. აქ ხელოვანა წმინდა იოანე ნათლისმცემელი და იოანე მახარებელი ქანდაკებებად წარმოგვიდგინა. ინგვარად, როგორც ჯოტომ გამოსახა სათნოებათა და ცოდვათა ფიგურები კაპელა დე ლა რენაში. ზევით ხარების უკვე კარგად ნაცნობ სცენას დავინახავთ. სიმონე მარტინის შესანიშნავი ნამუშევრისკენ ერთი გახედვაც გმარა, რათა ვან ეიკის საღვთო ისტორიის მიმართ სავსებით ახლებური, დამიწებული მიდგომის შესახებ პირველი შთაბეჭდილება შევიქმნეთ. ყველაზე თვალსაჩინოდ კი ვან ეიკმა თავისი ახალი კონცეფცია, შიგა ფრთებზე ცოდვით დაცემული ადამისა და ევას ფიგურებით წარმოაჩინა. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ისინი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ, რაც ცნობადის ხის ნაყოფი იგემეს. მართლაც, მიუხედავად დიდრონი ლეღვის ფოთლებისა, ხელში რომ უჭირავთ, თლად გაშიშვლებულად გამოიყურებიან. თუმცა აქ პარალელს ვერ გაავლებთ ადრეული რენესანსის ეპოქის იტალიელ ოსტატებთან, რომელთაც ბერძნული და რომაული ხელოვნების ტრადიციები ბოლომდე არასდროს დაუიწყებიათ. როგორც გვახსოვს, ისეთ ნაწარმოებებში, როგორიც ვენერა მილოსელი ან აპოლონ ბელვედერელია, ადამიანის ფიგურა ძველი ოსტატების მიერ არის იდეალიზებული. იან ვან ეიკს მათთან საერთო არაფერი აქვს. მან ალბათ შიშველი მოდელები წინ დაიყენა,
შემდეგ კი ისე გულდაგულ დახატა, რომ შემდგომი თაობები ასეთი პატიოსნებით ერთგვარად შეაცბუნა კიდეც. საქმე ის კი არაა, რომ ხელოვანს სილამაზის შემჩნევა შეუძლია. ზეციური მშვენიერების ის შეგრძნების აღძვრა მას აშკარად არანაკლებ ეხალისება, ვიდრე წინათაობის ხელოვანს, ვილტონის დიპტიქის შემქმნელს. კიდევ ერთხელ დავაგრძელდეთ განსხვავებას. რა მოთმინებითა და გაწაფულობით სწავლობს და აღწერს იგი მემუსიკე ანგელოს და სამოსის ძვირფასი ფარჩეულის ბრწყინვას და მრავალრიცხოვანი ძვირფასი თვლების ციალს. ამ მხრივ იან ვან ეიკი მაზაჩოსავით ერთი ხელის დაკვრით როდი უკუაგდებს ინტერნაციონალური სტილის ტრადიციებს. იგი უფრო იმგვარ ხელოვანთა მეთოდებს მისდევს, როგორებიც ძმები ლიმბურგები იყვნენ და სრულქმნილების ისეთ დონეს აღწერს, რომ შუა საუკუნეების ხელოვნების იდეებს უკან იტოვებს. გოთიკური სტილის მიმდევარი სხვა მხატვრებივით, ლიმბურგები თავიანთ ნამუშევრებს დაკვირვების გზით მიგნებული მომხიბვლელი და ნატიფი დეტალებით ავსებენ. მათი ემაყებათ ყვავილების, ცხოველების, აგრეთვე შენობების, დიდრული სამოსისა და ძვირფასეულობის გადმოცემა, თვალისთვის საამო სანახაობის წარმოდგენა. როგორც ნახეთ, მათ ფიგურების და ლანდშაფტის ნამდვილი იერი დიდად არანავლებთ და ამიტომაც ვერც მათი ნახატი და პერსპექტივაა დიდად დამაჯერებელი. შეუძლებელია იგივე ითქვას იან ვან ეიკის სურათებზე. ბუნებას ის კიდევ უფრო გულდასმით აკვირდება და დეტალებს კიდევ უფრო ზუსტად იცნობს. უკანა პლანზე წარმოდგენილი ხეები და შენობები ამ განსხვავებას ნათლად გვიმჟღავნებს. ძმებ ლიმბურგებთან როგორც გვახსოვს, ხეები ძალზე სქემატური და პირობითია. მათი პეიზაჟი ბუნებრივ ხედზე მეტად თეატრის დეკორაციას ან გობელენს მოგვაგონებს. ვან ეიკის ნახატზე სულ სხვაგვარადაა. 157 სურათზე ნაჩვენები დეტალები წარმოგვიდგენს რეალურ ხეებს და რეალურ ლანდშაფტს, რომელიც უკანა პლანზე ქალაქისა და ჰორიზონტზე მოქცეული ციხესიმაგრისკენ ვრცელდება. უსაზრო გულისყურით გამოსახულ კლდეებზე ამოზრდილ ბალახს და ქარაფებზე გახარებულ ყვავილებს, ლიმბურგების მინიატურა და ორნამენტულ ბალახ-ბულახს ვერც კი შევადარებ. პეიზაჟზე რაც ითქვა, იგივე ეხება ფიგურებსაც. იან ვან ეიკი ეტყობა ისეა მოწადინებული, უმცირესი დეტალებიც კი უზუსტესად ასახოს, რომ ლამის ცხენების ფაფრის ან და მხედრების ბეწვის ქობის ღერების სათითაო დათვაც შეგვიძლია. ლიმბურგების მინიატურაზე წარმოდგენილი თეთრი ცხენი რაღაცით სათამაშოს მოგვაგონებს. იან ვან ეიკის ცხენი მოყვანილობითა და დგომის მანერით კი წააგავს ლიმბურგებისას, მაგრამ უთუოდ ცოცხალია. მის თვალებში ათინაც ვხედავთ, ხოლო მის კანზე ნაოჭებს. თუ წინანდელი ცხენი თითქმის ბრტყელია, ვან ეიკის ცხენს მომგვალებული, შუქითა და ჩtildeით გამოყვანილი კიდურები აქვს. თითქოს არც ხივს მცირე დეტალებზე ყურადღების ასე გამახვილება და უდიდესი მხატვრის შექება. ბუნებას გულდასმით აკვირდებოდა და იმეორებდაო. არც ის იქნებოდა სწორი, ძმები ლიმბურგებისა თუ რომელიმე სხვა მხატვრის ღირსება მხოლოდ იმიტომ დაგვენდაბლებინა, რომ მათი ნამუშევარი ამგვარივე გულმოდგინებით არ ბაძავს ბუნებას. მაგრამ თუ იმის გაგება გსურს, ჩtildeეთის ხელოვნება რა გზით მიდიოდა, იან ვან ეიკის უსაზრო გულისყური და მოთმინება ნამდვილად უნდა დავაფასოთ. მისი თაობის სამხრეთელმა მხატვრებმა, ბრუნელესკის წრის ფლორენციელმა ოსტატებმა, შეიმუშავეს მეთოდი, რომლის მეოხებითაც სურათზე ბუნების თითქმის მეცნიერული სიზუსტით გადმოცემა შეიძლებოდა. ისინი პერსპექტიული ხაზების კონსტრუქციით იწყებდნენ. ადამიანის სხეულსაც ანატომიის ცოდნისა და რაკურსის კანონების მომარჯვებით აგებდნენ. ვან ეიკმა საპირისპირო გზა ეფჭია. ბუნების ილუზიის შესაქმნელად იგი დეტალზე ამატებდა. მანამდე ვიდრე სურათი თითქოს და ხილული სამყაროს სარკედ არ იქცეოდა. ჩtildeურ და იტალიურ ხელოვნებას შორის ამ განსხვავებას ნიშნულობა დიდი ხნის განმავლობაში არ დაუკარგავს. იოლად მიხვდებით, რომ ისეთი ნამუშევარი, რომელიც საგნების მშვენიერი ზედაპირის, ყვავილების, ძვირფასეულობისა თუ ქსოვილის ჩინებული გადმოცემით გამოირჩევა, ჩtildeოელი მხატვრის ნახელავია, უფრო ნიდერლანდელისა. ხოლო თუ სურათი თამამი მონახაზებით, მკაფიო პერსპექტივით და ადამიანის მშვენიერი სხეულის ანატომიის ცოდნითაა აღბეჭდილი, ის იტალიური იქნება. იმის მისაღწევად, რომ სურათს თავისი ყველა წვრილმანით, სინამდვილე სარკესავით აღებეჭდა, ვან ეიქს მხატვრობის ტექნიკაც უნდა გაეუმჯობესებინა. სწორედ მან გამოიგონა ზეთით ფერწერა. ბევრს კამათობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ეს ცნობა და რამდენად სწორია იგი, მაგრამ არსებითი ეს არაა. მისი აღმოჩენა არ გავს პერსპექტივის შემუშავებას, რაც სრულებით ახალი რამ იყო. ვან ეიკის მიგნება სურათზე დატანამდე, საღებავების შემზადების ახალი რეცეპტის შედგენა გახლავთ. მაშინდელი მხატვრები მზა, ტუბებსა თუ კოლოფებში მოთავსებულ საღებავებს არ იყენებდნენ. მათ თვითონ უნდა მოემზადებინათ პიგმენტები, უმეტესად მცენარეებისა და მინერალებისაგან. მათ ორ ქვას შუაფხვნიდნენ.
ან და შეგირდებს აფქვევინებდნენ და გამოყენების წინ რაიმე სითხეს უმატებდნენ, რათა ფხვნილი პასტისებრი გამხდარიყო. სამისოდ მრავალი მეთოდი არსებობდა, მაგრამ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში სითხის მთავარი შემადგენელი ნაწილი მაინც კვერცხის გული იყო. თუმცა მას ის ნაკლი ჰქონდა, რომ მალე შრებოდა. ასეთნაირად დამზადებული საღებავით ხატვის მეთოდს ტემპერა ეწოდებოდა. ჩანს იან 1X ეს ხერხი არ აკმაყოფილებდა, რადგან იგი ელფერთა ერთმანეთში გადაყვანის შეუმჩნეველი გადასვლების მიღწევის საშუალებას არ აძლევდა. კვერცხის გულის ნაცვლად ზეთის გამოყენების სხალობით მან უფრო ნელა და ფაქიზად მუშაობა შეძლო. მას შეეძლო მიეღო მბზინავი საღებავები, რომლებიც გამჭვირვალე ფენებად ლესირებით დაიდებოდა. საშუალება ეძლეოდა წვეტიანი ფუნჯით ელვარე ათინათი დაესვა და ისეთი სასწაულებრივი ზედმიწევნითობისთვის მიეღწია, რომ მისი თანამედროვენი განცვიფრებული იყვნენ. სულ მალე ზეთი ყველამ აღიარა საღებავების საუკეთესო გამხსნელად. 1X-ის ხელოვნებამ თავის პიკს ალბათ პორტრეტთა მხატვრობაში მიაღწია. 158 სურათი წარმოგვიდგენს მის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ პორტრეტს, რომელზეც ნიდერლანდში საქმეზე ჩასული იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი და მისი ცოლი ჟან დე შენანი არიან გამოსახული. იგი თავისებურად ისევე ახალი და რევოლუციურია, როგორც იტალიაში დონატელოს თუ მაზაჩოს ნამუშევრები. რეალური სამყაროს ერთი არაფრით გამორჩეული კუთხე უეცრად თითქოს მაგიური ძალის ზემოქმედებით დააჩდაო ფიცარს. რა აღარ არის აქ? ხალიჩა და ფლოსტები, კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი, პატარა ჯაგრისი საწოლის უკან, ხილი ფანჯრის რაფაზე. თითქოს საშუალება გვეძლევა არნოლფინებს სახში ვეწვიოთ. სურათი როგორც ეთყობა, მათი ცხოვრების სადღესასწაულო მომენტს, დაწინდვას გვიხადავს. ახალგაზრდა ქალმა ეს არის ჩასჭი და მარჯვენა ხელი არნოლფინის მარცხენას, ეს უკანასკნელი კი აპირებს შეუღლების ნიშნად მარჯვენა გაუწოდოს. შესაძლოა მხატვარს სთხოვეს ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ისე აღებეჭდა, როგორც მოწმეს. ზუსტად ისევე, როგორც ვეკილს შეიძლება სთხოვონ იმის განცხადება, რომ იგი ამ საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა. ამით შეიძლება აიხსნას სურათის გამოსაჩენ ადგილას მოთავსებული მხატვრის წარწერა ლათინურ ენაზე იოჰანესი დე ეიკი ფუიტი ჰიკი, ანუ იან ვან ეიკი იყო აქ. ოთახის სიღრმეში მოთავსებულ ამ მოზნექილ სარკეში მთელ სცენას უკნიდან ვხედავთ. ეტყობა აქ თვით მხატვარი და მოწმეს ჩანს. იხილეთ სურათი 159. ძნელი სათმელია ვის მოუვიდა პირველად აზრად, ახლებური მხატვრობა, ხელმოწერილი კონტრაქტის მსგავს, კანონიერ საბუთად გამოეყენებინა, იტალიელ ვაჭარს თუ ჩრდილოელ მხატვარს. მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს, უთუოდ სწრაფად მიმხვდარა თუ რა უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა ვან ეიკის მხატვრობის ახალ მეთოდს. ისტორიაში პირველად შეიქმნა მხატვარი უტყუარი მოწმე, თვითხილველი, ამ სიტყვის უზუსტესი აზრით. რაკი 1X სინამდვილის ისე გადმოცემას სტილობს, როგორც მას თვალი ხედავს, ინტერნაციონალური გოთიკური სტილის საამო ორნამენტებსა და დენად მრუდებზე იგი მაზაჩოს მსგავსად ამბობს უარს. უილტონის დიპტიკის მსგავსი მხატვრობის გამოჩეულ მოხდენილობასთან შედარებით, მისი ფიგურები შესაძლოა ვინმეს მოუხეშავი და გაშეშებული მოეჩვენოს. მაგრამ მხატვრების მაშინდელი თაობა ერთიანად სიმართლის ძიებაშია ჩაფლული და ისინი მშვენიერების ძველ იდეალებზე მთელ ევროპაში უარს ამბობენ. ამით მათ ალბათ ფრიად აღაშფოთეს უფროსი თაობა. სიახლეთა მაძიებლებში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იყო შვეიცარიელი მხატვარი კონრად ვიცი. 161 სურათი მის მიერ 1454 წელს ჟენევაში დახატული ტრაპეზზე და გამოსახულების ერთ-ერთ ნაწილს გვაცნობს. იგი წმინდა პეტრეს ეძღვნება და გამოხატავს წმინდანის შეხვედრას მაცხოვართან მისი აღდგომის შემდეგ. იოანეს სახარების მე-11 თავის მიხედვით, რამდენიმე მოციქული და სხვა მოწაფეები ტიბერიადის ტბაზე სათევზაოდ წავიდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. გამთენიისას ნაპირთან იესო გამოჩნდა, მაგრამ მოციქულებმა ის ვერ იცნეს. უფალმა ურჩია მათ, ბადე ნავის მარჯვნივ ჩაეგდოთ. ბადე თევზით აივსო და ისე დამძიმდა, რომ მისი გამოთრევა ვეღარ შეძლეს. მაშინ ერთ-ერთმა მოწაფემ შენიშნა, ეს უფალია. ამის გაგონებაზე წმინდა პეტრემ მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო და ზღვაში გადახტა. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ. შემდეგ მათ იესოსთან ერთად ისადილეს. შუა საუკუნეების მხატვარი თუ კი ამ სასწაულის დასურათება მოუწევდა, ზღვის გადმოსაცემად ალბათ კლაკნილ პირობით ხაზებს იკმარებდა. მაგრამ ვიც სურდა, ჟენეველი ბიურგერებისათვის თითქოს ახლოდან დაენახვებინა, როგორ იდგა ქრისტე წყლის ნაპირას. იგი რომელიღაც გაურკვეველ ტბას კი არ ხატავს, არამედ კონკრეტულად ჟენევის ტბას, შორს აღმართული სალევის მთით.
ესაა რეალური პეიზაჟი, რომლის ნახვა ყველა შეეძლო, რომელიც დღესაც არსებობს და ახლაც ძალიან გავს სურათზე ასახულს. ეს შესაძლოა საზოგადოდ რეალური ხედის ზუსტი გადმოცემის, მისი პორტრეტირების პირველიც დაიყოს. ამ რეალურ ტბაზე ვიცმა ნამდვილი მეთევზეები დახატა. არა უწინდელი სურათების დიდებული მოციქულები, არამედ უბრალო მებადურები, გაუთლელი მდაბიოები, რომლებიც ძლივ-ძლივობით ახერხებენ იმას, რომ ნავი არ ამოყირავდეს. წმინდა პეტრე წყალში საკმაოდ უნწეოდ გამოიყურება და ეს ასეც უნდა იყოს. მხოლოდ მაცხოვარი დგას მშვიდად და ურღევად. მისი მკვრივი ფიგურა მაზაჩოს დიდებულ ფრესკას ეხმიანება. ჟენეվել მოცველებს ახალი საკურთხევლის პირველად ხილვისას უეჭველად ძალიან ააღელოდათ იმის დანახვა, რომ მოციქულები მათნაირი ადამიანები არიან. მათ საკუთარ ტბაზე თევზაობენ და მკვდრეთით აღმგარი ქრისტე მათთვის ნაცნობ ნაპირზე სასწაულებრივად გამოჩნდება, რათა მათ შემწეობა და მყუდროება მოუტანოს.